საინტერესო ფილმს უნდა გავუწიო რეკომენდაცია. ეს არის 2023 წლის ფილმი, ჰორორი, რომელიც არის კანიბალიზმს უკავშირდება. დაგასპოილერებს თავიდან, რომ თუ დაიწყებთ ყურებას, არ მინდა რომ მოულოდნელთ რაღაც ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღოთ. და ამ ფილმზე შეიძლება ორი მიმართულებით მსჯელობა. ზოგადი მიმეხილვა რომ გავაკეთოთ, ხდება შემდეგი რამ. მეგობარი იღებს მკვდარი მეგობრის იდენტობას, იმიტომ რომ მას აქვს ძალიან დიდი შემოსავალი და აღმოაჩენს, რომ ეს მეგობარი ორი მგზარეულია, რომელიც მოკლეს, თავი მოიკლა, იყო კანიბალიზმის საქმეში ჩართული და ეს სინდისი აწუხებდა და ამიტომ მოიკლა თავი. და უკვე დიდი ხანია რაც მის იდენტობით ასახებს თავს, შესაბამისად აი ეს საერთაშორისო კანიბალების ორგანიზაცია, რომელიც მილიონებს იღებს ამ სადილების მომზადებაში და აი ამ კანიბალ ბიზნესმენებს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან, უწევს მათთან ჩართვა. აქ ორი მიმართულებით არის ჩემი აზრით საინტერესო მსჯელობის განვითარება. პირველი ეს არის, რასაკვირველია შეგვიძლია გავყვეთ კონსპირაციის თეორიებს და ჩემი აზრით ამას დღეს აკეთებენ ნამდვილად მდიდარი ადამიანები და არ გამოვრიცხავ რომ ეს ასე არსებობს და სხვათა შორის ზედაპირულად ძალიან ბევრი რაღაც ჩანს და ამასთან დაკავშირებით ეს ძალიან საინტერესო ფილმია, აღარ მახსოვს უბრალოდ რომელი წლის არის დაკავშირებული ზუსტად აი ამ მოვლენასთან, ოღონდ მოკლედ უტოპიური მდგომარეობაა წარმოდგენილი, ვითარება ხდება 2022-3 წელში, ოღონდ ეს არის დაახლოებით 50-60 წლის წინანდელი ფილმი, რომელს მოსახლეობას ძალიან უჭირს და მხოლოდ მდიდრებს აქვთ იმის ფული, რომ შეიძინონ რძე, ხორცი და რაღაცები და დანარჩენი მოსახლეობა ჭამს რაღაცა გადამუშავებულ რაღაცა ჩიფსის მაგვარ პროდუქციას და რეალურად აღმოჩნდება, რომ ეს ჩიფსის მაგვარი პროდუქცია არის რეალურად ადამიანის ხორცისგან დამზადებული პროდუქტი. და აი საინტერესო კითხვა ჩნდება აქ ხდება თუ არა ასეთი რაღაცები, მაგრამ აი ეს ზერილეთ რაღაც ადამიანის აი ამ ყველაზე ესეთი ტაბუირებული და ყველაზე მარაზმული რაღაც შესაძლებლობის აი პროვოცირება ხდება ხოლმე, მაგალითად აი KFC-ს რეკლამა რომ გამოვიდა და KFC-ს ხშირად ახასიათებს ხოლმე ესეთი რაღაცები, ხო, რომ თითქოს ადამიანს აწობენ მდინარეში და იქიდან ამოდის ფრთა და ამ საკმაოდ დიდი აჟიოტაჟიც იყო წელს ამასთან დაკავშირებით KFC-ს ამ რაღაც კანიბალისტურ რეკლამებთან დაკავშირებით და ეს არ იყო KFC-ს პირველი შემთხვევა. ოღონდ არ ვამტკიცებ, რომ ეხა KFC მაინც ამას აკეთებს და ისე რომ ჩვენ არც გვეგებინებთ ადამიანის ხორცს გვეჭმს, რა თქმა უნდა, ამას არ ვამტკიცებ. და მეორე საინტერესო მოვლენა იყო კიდე, რადგან მინდოდა ყურადღების გამახვილება, ეს არის ის, რომ 2019 წელს იყო ძალიან დიდი სკანდალი, როგორც ვიცით, დიდი ხანია უკვე ლაბორატორიაში, არ მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოში, ზოგადად ბევრ ლაბორატორიაში მიდის ადამიანის ქსოვილის ხელოვნური შექმნა. ანუ უჯრედიდან, როდესაც იღებენ ცოცხალი ძირითადად ცხოველების უჯრედებს, ლაბორატორიაში ხდება მისი გამრავლება და შეიძლება აქედან კანის გადანერგვის, მოკლედ ბევრი რაღაც გაკეთება შეიძლება. და იყო ასეთი სკანდალურად ესეც სრულ ინფორმაცია გავრცელდა, რომ თითქოს რომელიღაც რესტორანში შესაძლებელი იყო, რომ აი ამ უჯრედულად, ისე რომ არავინ არ მოგეკლა, უჯრედებისგან უბრალოდ გეწარმოებინა ადამიანის ხორცისგან გაკეთებული სტეიკი და შეგეჭამა და ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მორალური დილემები იყო და რაღაცა შემეძრწუნებელი ამბები. ამიტომ სიფრთხილეა ყოველთვის ყველაფერში საჭირო.